საქართველოში რუსეთის ომის დაწყების მე-17 წლისთავი ქართულმა ოცნებამ 8 აგვისტოს გაიხსენა. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ. გმირთა საფლავებთან ქართული ოცნების ლიდერებმა 17 წლის წინანდელი მოვლენები შეაფასეს. აგვისტოს ომის შესახებ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა პოზიციები უცვლელი რჩება. სამხედრო მოქმედებების დაწყებაში ისინი იმდროინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომელსაც თავად სააკაშვილის რეჟიმს უწოდებენ. თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით ქართული ოცნების ნარატივს 2008 წლის ომის კონტექსტშიც დაემატა ეგრეთ წოდებული deep state და საუბარი გარე დაკვეთების შესრულების შესახებ. ეს იყო უმძიმესი ავანტურა, ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. და ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ იმას, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება. ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების კარნახით და არა გარეძალების კარნახით. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას იმისათვის, რომ არ გამეორდეს ასეთი დანაშაულები და იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს მშვიდობა, იმისათვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესები. იყო ესკალაცია, მაგრამ ეს ესკალაცია გადაიზარდა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში, მას შემდეგ, უშინ დამახიჟეთ თქვენ ციტატა, მას შემდეგ რაც გაუფრთხილებლად მაშინდელმა რეჟიმმა მიიტანა შტურმი ცხინვალზე. მე შეგახსენებთ, რომ როდესაც გათენდა 2008 წლის 8 აგვისტო დილიდან მაშინდელი რეჟიმი გვიცხადებდა სიამაყით, რომ ისინი იღებდნენ სოფელ-სოფელზე, დასახლებაზე, მიიწევდნენ წინ ცხინვალისკენ, შესული იყვნენ ცხინვალში, მიიწევდნენ როკის გვირაბისკენ. თეორიულად ჩვენ რომ მივიტანოთ შტურმი ცხინვალზე ან სოხუმზე, ხვალ დაიწყება ომი. ხვალ რომ მივიტანოთ ჩვენ შტურმი ცხინვალზე ან სოხუმზე, დაიწყება ომი. საზოგადოებას გამოძიების დასმის ლოდინისკენ მოუწოდებს მიხეილ ყაველაშვილი. ის დარწმუნებულია, რომ გამოძიების შედეგებით, როგორც თავად ამბობს, უფრო მეც განსაკუთრებით ახალგაზრდები გაიგებენ. მისივე თქმით, 2008 წელს არაფერი გაკეთდა ომის თავიდან ასარიდებლად. ყველას გვაქვს ჩვენი ვალდებულება ჩვენი სამშობლოს წინაშე, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ავარიდოთ ჩვენ სამშობლოს ყველა ხიფათი. უსაფრთხოება არის პირველ რიგში, რომ სწორედ არ მოხდეს, რომ ჩვენი სამშობლო იყოს საფრთხის წინაშე და იყოს ომის, ასე ვთქვათ, საშიშროების ქვეშ. ეს არის ვალდებულება სახელმწიფოსი. ამიტომ, ეფარებიან ის ადამიანები ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა. ჩვენ ვართ საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ვიცავთ ამათ დიდებას, მაგრამ ამათ დიდებას, ვინც დანაშაული ჩაიდინა ჩვენი სამშობლოს წინაშე, ვინც არ უნდა იყოს და ვინც იყო ხელისუფლებაში, ამათ დიდებას უკან ვერ ამოეფარება. ქართველი ხალხის ღალატს შედანაშაულებს ყოფილ ხელისუფლებასა და ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, მხოლოდ ქართული ოცნებაა ის მთავრობა, რომელიც ეროვნული ინტერესებით მოქმედებს. მანვე ისტორიული უწოდა პარტიის ინიციატივით პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას, სადაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხი 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხებოდა. ჩვენ 2008 წელს ყავდა მარიონეტული რეჟიმი ნაციონალ მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის სახით და რა თქმა უნდა მარიონეტული რეჟიმი სულად მოქმედებდა იმისთვის, რომ მომსახურებოდა სხვების ინტერესებს და ემოქმედა არა საქართველოს ინტერესებს. ამის შედეგი არის აგვისტოს ომი, ამის შედეგი არის შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ერთის მხრივ საუბრობდნენ ოკუპაციას და მეორეს მხრივ მხარს უჭერდნენ რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, იმიტომ რომ როგორ დაკვეთასაც იღებდნენ, რა ინტერესსაც უნდა მომსახურებოდნენ, ასე იქცეოდნენ. ეს არის სხვაობა მარიონეტულ რეჟიმსა და პატრიოტულ რეჟიმს შორის. 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა ნაცმოძრაობის მარიონეტული რეჟიმი, არამედ ქართული ოცნების მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა. არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული, არ იქნებოდა 1700-ზე მეტი დაჭრილი, არ იქნებოდა 125 დასახლებული პუნქტი, რომელიცაც ჩვენ დავკარგეთ კონტროლი. ომის წლის თავს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით განცხადებაში დიპლომატიურმა უწყებამ რამდენჯერმე ახსნა რუსეთი და კრემლის მხრიდან საქართველოს მიტანილი სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოსკოვს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და აღარ დააბკლოს დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესი.
ომთან დაკავშირებით ქართული ოცნება ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. რიგ პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად მმართველი პარტიის ოპონენტები თვლიან, რომ ომის პროვოცირებასა და დაწყებაში ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოძიება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ტოლფასია. მათი თქმით, ეს ნაბიჯი მხოლოდ რუსეთის ინტერესებს მოემსახურება.